ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოხვდა. რუსმა სამხედროებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრით ამას ძულიაშვილი დააკავეს. ძულიაშვილის გასათავისუფლებლად ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ სხირტლაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში გორიდან. ნოდარ, რა პირობებში მოხდა საქართველოს მოქალაქის დაკავება? ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოხვდა. რუსმა სამხედროებმა ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი 55 წლის სამას ძულიაშვილი დააკავეს. ძულიაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ საღამოს იმ დროს აიყვანეს, როდესაც იგი ეგრეთ წოდებული საზღვრის სიახლოვეს საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობდა. დაკავების შემდეგ ძულიაშვილი ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ღრომში გადაიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს. მომხდარი ცნობილია შიდა ქართლის სამხარეო პოლიციისათვის და ინფორმაცია ასევე მიიღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. ჩვენ ტერიტორიაზე იყო. და იქიდან მოვიდნენ რუსები და დაიჭირეს, წაიყვანეს. თავის ბახსარს ყავდა, საშვებთან მივიდა, წყალი უნდა გამოეშვა და მაგ მომენტში დაიჭირეს. რო არ მოვიდა, მოვიკითხე და გავიგეთ რომ წაუყვანიეთ რა, იგი მოხდა სხვა რა. პოლიციას თუ შეატყობინეთ? კი, შემატყობინეთ მაშინვე, მედრუსხებში. შემატყობინეთ და გადასცეს მერე სამხედრო სამხარეო პოლიციას გორში. არსებული ინფორმაციით ცხინვალის ციხეში საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე რჩება, მათი უმრავლესობა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. ოს ძალოვნებთან დაკავებულების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და მას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები აწარმოებენ. დიდი მადლობა ნოდარ სხირტლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში გორიდან.